წარმოიდი რამდენი ხანი ლაპარაკები ხალხს, ხო? ორი ტაიმი შეიძლება კიდე დამატებული დროც კიდე ძალიან დიდ ხანს ესაუბრები ხალხს. ამ დროს რაღაცა რო არ შეგეშალოს გამორიცხული არის. აი უბრალოდ შანსი არ არის, ვერ დავიჭერებ. თუ არაფერი არ შეგეშალა, ძალიან მოსაწყენი რეპორტაჟი იქნება, ვერწუნდეთ. აი თუ საერთოდ არაფერი არ შეგეშალა. მეთხარი ბატონო გოდი გოლი გავიდა მეთქი და ვიცია, მეთხარი მეორე გოლი აქედან მოტრიალდა ეს როგორ მახსოვს ეს კადრი ესე სათოლი რაღაც ეს მოტრიალდა მეთხარი მეორე მეთქი და ნუ ეს მეორე და მე შეულებრივად რა თქმა უნდა ეს გაიყვანა ბოლომდე რაც შეეხება პირდაპირ რეპორტაჟებს ჩემპიონთა ლიგის ნუ ამის დასაწყისი ძალიან საინტერესო არის იმიტომ რომ პირველ სეზონში მარტო ფინალი იყო ნაკეთი მარტო ფინალი და რა ფინალი მოუკამზე ბაიერნი მანჩესტერი ნუ ეს იყო წარმოუდგენელი თამაში გამოვიდა და ამ თამაშზე რა თქმა უნდა ხა მე არ დამსვეს და კოტე მახარაძეს თხოვეს რეპორტაჟის წაყვანა. ნუ რაზეა ლაპარაკი? კოტე მახარაძე მოვიდა, შემოვიდა შენობაში, ავედი ზემოთ და მე მითხეს რომ შენო ყურზე დაჯექიო. და კოტე მახარაძე რაღაცები უთხარ. მე ვარ უბერავთ მეთქი. ამ ორი ცხულია. ადეგე თქვენ უთხარით, მე ვთხარი კოტე მახარაძე, რა უნდა უთხრა მეთქი კოტე მახარაძეს. და ნუ ეს საოცარი თამაში წავიდა ამ ბაიერმა გადაუარა ამ შენ მანჩესტერს უგებდა 1-0 და რაღაცა 2 წუთი არის დარჩენილი. თუ რაც იყო რა ეხა სოჩკე არის და ანუ სასწაული ფინიში იყო. ანუ ერთი ჩაწოდება გოლი, 1 წუთში კიდე გოლი, დააშოკილი სრულიად მთელი გერმანია და ბაიერნი და აიქ დაინგრა ყველაფერი, შოტლანდიელები მახსოვს ამ კაბებში იქ დაახტოვდნენ ფერგუსონის თანამემამულეები და ამ დროს როცა პირველი გოლი გავიდა ეს ხო ყური ვის ახსოვდა ეხავ საერთოდ რამე და აი დიდი ემოციები იყო ეს ემოციები ჩამცხრალი არც იყო ბატონო კოტონო რაღაცა ჩაიხედა რაღაცა და ამ დროს ამ ჩახედვის მომენტში გავიდა მეორე ბურთი ხო და ვერ მოასრო ანუ ისე სწრაფად მოხდა რომ ჩვენც ვერ წარმოვიდგენდით ეხა უყურებდით და მე ვთხარი ბატონო კოტი გოლი გავიდა მეთქი და ვიციო მე ვთხარი მეორე გოლი აქედან მოტრიალდა ეს როგორ მახსოვს ეს კადრი ესე სათოლი რაღაც ეს მოტრიალდა მე ვთხარი მეორე მეთქი და ნუ ეს მეორე და მე შეულებრივად რა თქმა უნდა ეს გაიყვანა ბოლომდე და ნუ გამოვიდა ნუ სასწაული ფინალი ხა ემოციები იყო რაღაც სასწაული სხვა შორის ამაზე მე ჩემი რაღაცა გითხრათ არ არის დიდად საამაყო მაგრამ ნუ ხდება ეხა რაღაცა სოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მიყავდა დილით 5 საათზე იწყებოდა და აი როგორი ჩემპიონატი იცი თუ კაცი აკლია შეიძლება უბნიდან წამოიყვანონ ვინმე და ნუ გამოფენას ავითარე და მანჩესტერი თამაშო ვისთან ეგეც არ მახსოვს თამნე მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ 2-2 დამთავრდა ეს თამაში 7-15 წუთია თუ რაღაცა გაატიალებული ავდე კარგად ვანდებოდეთ მეოთხე დააჯექი მანქანის წავედი ეს 15 წუთში ჩემი შვილი რეკავს სადა ხარ თუდად ხო არა ხარ რა ხდებაო რა ხმას რატო არ იღებ რა ხმას არ იღებ მე გელაპარაკები მანქანა არა პენლები მიდის 13-13-აო ანუ ეს რაღაცები ხდება და გაგიჟებული ჩავედი სახში რომ ჩავედი მაშინ დავთორდა პენლები 17-15 თუ რაღაცა ერთობოდნენ ბიჭები რა მეთქი დილით ეხა გავიღვიძები დამერხა დამონგლა შემჭამე თავს მომაგლიჯან არა სხვა ჩვენს იმიტომ ისე დროს უარავინ არ უყურებს ნუ პენლები კომენტაროდ გავიდა მე ავი ზოგადად ჩემ ზურგს უკან არის უხეშად რო ვითვლი ხოლმე ლიგის სეზონები თითო 40 რეპორტაჟ გულისხმობ 15 წელიწადში მერე იყო კიდევ სოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, კალათბურთიც სამიყვანია. ჯამში ერთი 800-მდე რეპორტაჟი ალბათ მექნება. სამწუხაროდ არ ვაკეთებდი ამის აღრიცხვის რომ ზუსტი ციფრი ვიცოდე, შეიძლება იყოს 1000-იც, იმიტომ რომ ბავშვთა ლიგებიც ვიყავდა კალათბურთის ადრე. და ევროპა სოფლიო, ასე ევროპა სოფლიო ლიგა, რა ვიცი, მე მგონი ეს საახლოებით აი ამდენი ამხედა ის ამა რა ქვია ზურგზე მადებს ხომ სუბუქია კაია იმიტომ რომ რო გიხსენებ რაღაცებს კაი ამ სტადიონზე აი აქ ჯიხურში ვიჯექი სავსე იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ რუსეთს ვეთამაშებოდით და მალხაზ ასათიანმა გაიტანა იქ აი იმ კარში გოლი დემეტრადის აი იმ ჩაწოდების შემდეგ ნუ დავამთავრდი მანდ ისეთი ღრიელი ხვირილი ჩამეხლიჩა ხმა ეგ იყო ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ ნუ ეხა რუსეთთან თამაში ხო ხდებით რაგბიშიც, იმაში ეხა რაგბიში ნაკლებად, მაგრამ იყო რა ეხა შემზადებული ხალხი რომ უნდა მოვიგო და თბილი კონიაკი შემომიტანეს და ეს თურმე დროებით ქშველის რა, ყელზე ხმაზე და ეს რეპორტ ამის ემოციები ძალიან კარგად მახსოვს. რაც შეეხება ეხა თვითონ მომზადებას, აი
თამაშისთვის. რა ვიცი, მე სრულიად ინდივიდუალურად ინერციით ვაკეთებდი, ამოვწერდი რაღაც ნიუსებს, იმას მოუძებნიდი, იმის ამას და მე გამოქვეყნდა ვიდეო როგორ ემზადებოდნენ თქვა წამყვანი საფეხბურთო არხების უცხოელი ჟურნალისტები, კომენტატორები რეპორტაჟისთვის, რა გედო მაგიდაზე და ასე შემდეგ. აბსოლუტურად იდენტური აღმოჩნდა ეს ყველაფერი. ანუ რას მინდა ხაზი გაუსვა, ის კი არ არის თავარი, იქ რა დევს. თავარია შენ რას ამბობ, შენ როგორ მიგაკ, როგორ ამბობ. არაფრით არა ვარ იმის მომხრე, რომ შენი თავი წამოწიო პირველ პლანზე, როცა მიყავს რეპორტაჟი. არაფრით არა ვარ მაგის მომხრე, რომ სტადიონზე იყოს დაბალი ხმაური სტადიონის და კომენტატორის ხმა იყოს, მაგრამ ძალიან გამოკვეთილი. არ მომწონს კიდე სიყალბე, რასაც ხშირად ხვდებით სამწუხაროდ. ჯობია რომ უცვლელი იყო და შეგეშალოს რაღაცები, ვიდრე გიჟივით მოიზადო რომ ვერაფერი არ შემეშალოს. აი არ მიმაჩნია ეს სწორად და კიდე ერთხელ მეორე ყველაზე წარმოიდგინე რამდენი ხანია ლაპარაკები ხალხს, ხო? 2 ტაიმი შეიძლება კიდე დამატებული დროც კიდე ძალიან დიდ ხანს ესაუბრები ხალხს. ამ დროს რაღაცა რო არ შეგეშალოს გამორიცხული არის. აი უბრალოდ შანსი არ არის, ვერ დავიჭერებ. თუ არაფერი არ შეგეშალა, ძალიან მოსაწყენი რეპორტაჟი იქნება, ვერ წუნდეთ. აი თუ საერთოდ არაფერი არ შეგეშალა. ხო და თან ამ ორივე გუნდს ყავს გუშევატკივარი. რომელიც მემაბრალებდნენ რეალის თამაშზე, ეს არ დასვათ უაგებს რეალი, ვითომ მე გამქონდა ხა რეალის კარში გოლები და ნუ სულ ეგრე იყო მუდმივად თუ ერთადერთი. აი ხა მიუკერძოებელი კომენტატორიც რაღაც ისეთი ცნებაა რა, აი ხა ჩემი გუნდი რო თამაშობს, ხო ხვდები, მაგრამ მე მანჩესტერიც რო თამაშობდა, არასოდეს არ ყოფილვარ მიკერძოებული, მაგრამ რო იცოდნენ რომ მანჩესტერისკენ ვიყავი, მაინც მაბრალებდნენ რა საბოლოო ჯამში და ესეც ალბათ მნიშვნელოვანი თემაა. ნუ ტემბრი ხმის, ეხა ბევრი რაღაცა არის რა, ანუ ხმის ტემბრი აუცილებელია, მე ვფიქრობ რომ ყური ხა არ მოგჭრას. თამაშს უნდა მიიყვე, ანუ ეხანდელ ეპოქაში ზოგადად, რა ვიცი, ეხა ჩემზე კარგად ეძებს ის მაყურებელი Google-ში ინფორმაციას. უნდა იყო მიჯაჭული ეკრანს და არა კომპიუტერს. იმიტომ რომ რაღაცებს გამოტოვებ რა და თან ყველაფერი იცის, ეხა შეგიძლია ვიღაცამ საჯი აკრიფო და დედამის რა ქვია, მამამის რა ქვია, ბავშვობაში რა უყვარდა, ყველაფერს ნახულობ. ანუ ეს მე არ ვთვლი რომ ამის აუცილებლობა არის მიწოდების. არ ვთვლი ამის აუცილებლობა, მე მირჩევდი რომ კაი თამაში თუ კარგია. თუ არ არის კარგი თამაში, მაგ შემთხვევაში შენზეა დამოკიდებული რა, როგორ აყურებიებ ამ ხალხს. ნუ ზოგი ამბობს რომ აი ხა ესე თამაშია, ამას რომ გაიგონე, გადართავ რა, ეხა ტიპი ზის იქ და ეზარება და ეხა მაგას რომ იტყვი რომ რაღაცა რა მოსაწყენა იმედია მეორე ტაიმი უკეთესია, მაინც დატოვებს ინტრიგას რაღაცა, ნუ ესე თემაა რა, ეხა ცუდი თამაშის კარგად წაყვანა არის უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი, ესე მგონია. ეს შეიძლება გააკეთო როგორ? გაიხსენო რაღაცეები, კონკრეტულ ტიპზე აიღო რაღაცა, იმაზე ილაპარაკო, პარალელები გაავლო, გაიხსენო რომ ესეთი თამაში თქვა ადრეც ყოფილა, მაგრამ იქ 0-0 დამთავრდა, მაგრამ ბევრი მომენტი იყო. ამას მოყვები. აქვე შეგიძლია არასდროს არ ვერიდებოდი მე ამას. რა თამაშიც არ უნდა ყოფილიყო ქართულ ფეხბურთელებთან პარალელების გავლებას. არასდროს არ ვერიდებოდი. ეროვნულ ჩემპიონატზეც საუბრობდი, როცა რეალი და რომა თამაშობდნენ და ამაზე საყვედურობდნენ. ანუ სასაყვედურო რა არის, აი არ მესმის უბრალოდ რა. გუშინ იყო თქვა დინამო ტორპედო და იქ რაღაცა პაუზებია, ყვები რომ აი გუშინ დინამო ტორპედო რა გოლი გავიდა, რომ აი ლიგაშიც გადის ეგეთი გოლი. ამაში ყველაფერი არის, ეს არის მისაღები ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში ბევრს ახლა აღიზიანებს, ეთქვა აღიზიანებ და ეთყობა, რომ გადავდიოდი, ასე ვთქვათ, აი ამ ქართულ თემებზე. ნუ ახლა ლიგას რაც შეეხება, ახლა ჩემი და აი ამ რეპორტაჟების ამბავს, ახლა როცა ქართველი თამაშობს, თან მილანში თამაშობს, თან არის ვიცე-კაპიტანი, ახლა მან თემა ამოწურულია. ვიზე უნდა ვილაპარაკო, ეხა მე მაგ თამაში. თუ არა ბევრი ამაზე, კალაძეზე. რომელიც თამაშობდა ეს სათამაშოდა ხალხო, წარმოიდგინეთ უბრალოდ, ეხა რა გუნდში თამაშობდა. ყველაზე მაგარი მილანი იყო, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ისტორიაში, ეს მილანი. ფიგუ დაიჭირა იქა და ფიგუ გადამოიყვანეს აკეთა პლანგზე, მერე შეცვალეს და ეს აღნიშნა და მერე სტუდიები ქონდა რაღაცა დარეკა. რა საკებ კაცო, ამ ბიჭო, ფიგუ აიყვანა მოედნიდან მცდელმა იმის გამო რომ კარგად ეთამაშა და სიამაყით ვიყავი განსწავლული და ეხლა კიდე ხუჩა რო არის, ხუჩამროლი გამოიგო. აი მე უკვე ცოტა ისე ვიყავი რა, პესიმიზმი შემომეპარა ასაკში რაც შევედი, რომ მეთქი აღარაფერი კარგი აღარ მოხდება და უცებ დამატყდა თავზე ევროპის ჩემპიონატი, დამატყდა თავზე ხუჩა კვარაცხელიას ლიგა.
და რა ვიცი, კიდე ხა ფიქრობ რა უნდა გავხდეთ ევროპის ჩემპიონებიც, ბარე, სანამ ცოცხალი ვარ და ალბათ კარგი იქნება. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ მედია აკადემიის არხი და რა თქმა უნდა, დაალაიქით.